გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ერთად ვართ, მელია ბარათაშვილი და აკაკი გოგოლაძე. დღეს ვისაუბრებთ სატურნზე და სატურნის დაბრუნებაზე. რა არის და ვინ არის სატურნი ჩვენ ცხოვრებაში? ხო, სატურნი ეს არის მთავარი ღერძის პლანეტა, ჩვენი ღერძის, ჩვენი სიმყარის პლანეტა. მთავარი პლანეტა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მატერიალურ სამყაროში, რომ გავიზარდოთ მატერიალურ სამყაროში, ხო, მიწიერ სამყაროში გავიზარდო. ხო, მთავარი პლანეტა, რომელიც განაგებს ჩვენ სტრუქტურას, ნებისმიერ რამეს, როგორ ვაშენებთ ამ ცხოვრებაში, ნებისმიერ რამეს, კარიერას, ოჯახს, ხო, რაც მუდმივია, რაც მყარია, რაც დროში დიდხანს არსებობს. აი ეს არის ყველაფერი სატურნი. რამდენად ჩვენ ვართ, შეგვიძლია რომ გავკარგოთ ჩვენი დრო, რამდენად დისციპლინიანები ვართ, რამდენად პასუხისგებლიანები ვართ. ხო, ვართ თუ არა ზედმეტად პასუხისგებლიანები თუ პირიქით ვცდილობ რომ ავირიდოთ ეს პასუხისგებლობა. აი ამაზე ყველაფერზე ლაპარაკობს სატურნი. რანაირი კარგებიც არ უნდა ვიყოთ. ვენერათი, მთვარით, მარსით, იუპიტერით, თუ სატურნი არ არის ამაში ჩართული ყველაფერში, ხო? კარკას შედეგს ვერაზროს ვერ მივიღებთ. არიან ხოლმე ძალიან ნიჭიერი ადამიანები, ძალიან დაჯილდოვებულები, დაბადებულები ნიჭით, მაგრამ აქვთ სატურნის პრობლემა და სატურნის პრობლემა ნიშნავს იმას, რომ არ აქვთ შრომისუნარიანობა, არ აქვთ დისციპლინა და სანამ გადიან თავის ნიჭზე, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგზე ვერ გადიან. ეს არის სატურნი და ამიტომ სატურნის დაბრუნება ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც ხდება 29 წელიწადში ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი განკერძოებაა ჩვენთვის. ანუ ეს დაბრუნება ხდება როგორც მინიმუმ ორჯერ, ერთი 29 წლის ასაკში და მეორე უკვე 60 წლის ასაკში გადავყავართ აბსოლუტურად სხვადასხვა დაბრუნებებია ეს, სხვადასხვა გაკვეთილები გვაქვს იმ დაბრუნებებზე და დღეს ვისაუბრებთ ძირითადად ალბათ პირველ დაბრუნებაზე ვისაუბროთ, ხო? ხო. სატურნის რა გაკვეთილები მოაქვს? დაიწყე შენ და გავაქცე. პირველ რიგში ეს სატურნის დაბრუნების პერიოდი ის არის სტრუქტურის გამოცდა. ყველაფერი რაც არ დგას მყარ საფუძველზე. კარიერის, ურთიერთობების, ჩვენი მიზნების გამოცდა. ეს არის პერიოდი, როდესაც სამყარო გვეუბნება რომ უკვე გაიზარდე. პერიოდი, როდესაც უკვე ასაკს უფრო მეტად გრძნობთ. როდესაც ხვდებით, რომ უკვე გარკვეული სახის სოციალურ შედეგებზე უნდა ვიყოთ გასული. ეხლა როგორია ეს სატურნის დაბრუნება არის ყველასთვის ინდივიდუალური. ზოგი კარგად იღებს სატურნის გაკვეთილებს, ზოგი ვერ ამუშავებს. თუ ადამიანი მაგალითად არის დისციპლინირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობებს იღებს თავის თავზე, შრომობს, ყველაფერს უდგება მოთმინებით, იმიტომ რომ სატურნი ყოველთვის გვაჯილდოვებს და შედეგებზე გავყავართ, თუ საქმეს უდგებით პასუხისმგებლობით და მოთმინებით. მათთვის სატურნის დაბრუნება შედარებით უფრო სუბუქია და ადამიანი, რომელიც არ არის დისციპლინირებული, უჭირს სტრუქტურაში ყოფნა, უჭირს დროის აღქმა, ბევრი რაღაც დროის პრობლემები აქვს, ხო? მათთვის სატურნის დაბრუნება უფრო მწვავედ და უფრო რთულად მუშაობს, იმიტომ რომ სატურნს აქვს ცოტა მკაცრი ხასიათი და ჩვენ, რასაც ჩვენი ნებით არ ვაკეთებთ, იქ დაბრუნების პერიოდში უკვე იძულებულები ვართ, რომ ისე მოვიქცეთ, გზღუდავს სატურნი. ისეთ გარემოებებში გვაგდებს, რომ გვიწევს პასუხისმგებლობები ავიღოთ, გვიწევს რაღაც მოვალეობების საკითხებში ჩავერთოთ, ანუ აქ უკვე გვაიძულებს. შესაბამისად, ბევრი რო ამბობს, რომ აიმე აი სატურნის დაბრუნება მაქვს და მეშინია, რისი გეშინია ეგ უნდა გააცნობიერო, ხო? ანუ რატომ გეშინია? თუ შენ რაღაცეები იმ პერიოდში სატურნის გაკვეთილების სწორად აითვისე, ეს დაბრუნება ბევრჯერ გვინახავს, რომ შედეგებზე გავიდნენ და აწინაურეს. კი ბატონო. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ
სატურნის დაბრუნებამდე ხო ჩვენ არასრულყოლოვანები ვითვლებით და შესაბამისად ბევრ რაღაცაზე გვაძლევენ უფლებას რომ ასე თუ ისე ვიცხოვროთ მეტნაკლებად ხო იმიტომ რომ იქ ხდება ჩამოყალიბება უკვე ნახე და ჩვენ ეხა რო ვიბადებით გარკვეულ პირობებში ვიბადებით გარკვეულ ოჯახებში ვიბადებით ხო მე ეხა ზოგი ადრე იძენს პარტნიორს ხო ასე შემდეგ მაგრამ როცა ხდება სატურნის დაბრუნება ხო შენ გეკითხება სატურნი შენ აგძელებ ამ სქემებში ცხოვრებას იმითი ცხოვრებას რაც მიიღე ოჯახიდან თუ განკერძოებაში მიდიხარ იმიტომ რომ განკერძოებაა სატურნი განკერძოების ფუნქცია სხვანაირად რო ვთქვა საბოლოო ჭიპლარის ჩაჭრა რა როცა შენ საბოლოოდ უნდა ჩაჭრა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი არსება გახდე და იცხოვრო არა ისე არა იმიტომ რომ ცხოვრება მეს მოგიტანა არამედ ისე რომ შენ რაღაცას განკარგავ შენ რაღაცას აშენებ რომ შენ რაღაცას აშენებ და ანუ ეს აშენება ხდება ნელ-ნელა მაგრამ მე მზად ვარ რომ დავიწყო რაღაცის შენება ჩემ ცხოვრებაში სხვათა შორის მე მქონდა რამდენიმეჯერ ასეთი გამოცდილება როცა ადამიანმა გააჟღერა რომ აი იმ მომენტში როცა სატურნი დაუბრუნდა დილას გავიღვიძე და ვიგძენი თავი რომ ვარ გაზრდილი ანუ შეგრძნების დონეზეც აი ეს იგზნო ადამიანმა ხო და სატურნის დაბრუნება ამიტომ გეუბნება რომ უკვე მორჩა უკვე ბონუსებს აღარ მოგცემ შენ თუ ჩემ პროგრამას არ შეასრულებ. ანუ შენ თუ არ აიღებ ვალდებულებას, პასუხისგებლობას საკუთარ თავზე. შენ თუ არ იქნები დამოკიდებული სიტყვაზე, მამაზე, დედაზე, რა ვიცი მე, ხო, სხვა მნიშვნელოვან პერსონებზე, შენ თუ წახვალ განკერძოებაში, ამას გეუბნება სატურნი. ხო, ნუ სატურნის დაბრუნებაც ყველაზე ინდივიდუალურად მუშაობს, რა თქმა უნდა, ისევ აღნიშნავდა, გააჩნია ჩვენს ნატალურ სატურნსაც. ანუ თუ სატურნი ძალიან დაზიანებულია და ადამიანი ამ დაზიანებულ სატურნს ვერ ერევა, მასთან უფრო რთულად მუშაობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის კარმის პლანეტა. სატურნის დაბრუნებამდე ნაწილობრივ ადამიანი ცხოვრობს სატურნის აქტუალიზირებული კარმით. ის სტუმრებს რაღაც კარმულ ვალებს, ის პასუხისმგებლობები, დაბრკოლებები, შეზღუდვები ხდება კარმულად, კომპლექსები გააჩნია რასთან არის ასპექტი, თვით შეზღუდვა სატურნის გამო აქვს, თუმცა აქ უკვე როცა ბრუნდება სატურნი, ეს არის კარმული ანგარიშწორება, მარტივად რო ვთქვათ, ხო, საბოლოო კარმული ანგარიშწორება და უკვე მანამდე რეებიც არ გააკეთე, არ გადალახე, არ მოაგვარე, ერთიანად გვეყრება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი სატურნის თემები. ძალიან ხშირად ხდება სატურნის დაბრუნებაზე, რომ ნახეთ ადამიანმა უცებ გადაწყვიტა, რომ აი თითქოს ნორმალური სამსახურიდან წავიდეს. ან სოციუმის თვალსაზრისით ნორმალურ პარტნიორს გაშორდეს. საზღვრების ჩამოყალიბება ხდება და პიროვნების. ანუ ხო გაშორდეს თითქოს რატო? ხო? იმიტომ რომ სატურნი აკითხავს რომ შენ ფორმალურად განსაზღვრო შენია ეს თუ არ არის შენი. ნახეთ რა არის ჩემი, რა არის არა ჩემი და იქ გაავლო საზღვარი. ხო, ანუ აი ამას ითხოვს. გარდა ამისა, სატურნი არის ნეპტუნის მტერი. და დაუშვათ ის ადამიანები, ვინც არიან, ხო, ილუზიაში, რომ აი არა უშავს, კაცო, ღმერთი მოგცემს, ეს ასე გაკეთდება, ასე იქნება, აქ ეს ილუზიას ანგრევს სატურნი, ხო? ან ის რაც დაუშვათ იყო ვარდისფერ სათვალით, რაცაც უყურებდა, იმას იწყებს ყურებას რეალურად. თუ არა, მაშინ სატურნის დაბრუნება იქნება ძალიან ნეგატიური ამ ადამიანისთვის. ხო, ანუ ფორმა უნდა მიცეს. იმ ოცნებას სიტყვაზე რაღაცა ოცნებები გვაქვს, რაღაც გეგმები გვაქვს. ადამიანმა უნდა მიცეს ფორმა რაღაცა, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს ადამიანი მზად არის იმაზე, რა ქვია, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. ხო, და გარდა ამისა, ანუ ყველანაირ გამოჩნდას გიწყობს, რომ შენი სიმყარე მოსინჯოს. შენი სიმყარე, ამიტომ
კი მართლაც ზოგი ცხოვრებაში ეს არის ნგრევა რაღაცეების, ნგრევა კარიერის, ან ნგრევა პარტნიორული ურთიერთობების ზოგის ცხოვრებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცუდი კი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩვენა ის, სადაც შენ მყარად არ ხარ, სადაც შენ ის პროექტი, რომელშიც ხარ შენ, პარტნიორული თუ კარიერული, ხო, ვერ გაკაჩავს 10 და 20 წელს ის ვერ გაკაჩავს. ანუ არ არის მყარი. ხო და თუ რა ქვია, მოკლედ ამ პერიოდში არაფერს არ გირბილებს სატურნი. რეალობას ეჯახები და მოდის ასეთი სიტუაციები შენ ცხოვრებაში, სადაც სამყარო გეუბნება, აბა რა დონის პასუხისგებლობას აიღებ? აბა შეგიძლია თუ არა შენ თვითონ აიღო? ყველას არ შეუძლია. ნახეთ, ყველას დამოუკიდებლობა და განკერძოება არ შეუძლია და არიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც 40 წლის ასაკში სხვაზეა დამოკიდებული. კი, ხო, სწორად და ნეგატიურ ვარიანტში. ხო, ეს არის პერიოდი, როდესაც უფრო მეტად ვსწავლობთ არას თქმას, ანუ პიროვნულ საზღვრებს ვეყალიბებთ და არის პერიოდი, როდესაც წესით და რიგით უნდა განთავისუფლდეთ კომპლექსებისგან, აი თუ და განსაკუთრებით ახლა თხის რქები გაგვიგებენ ხოლმე, შიშებისგან და კომპლექსებისგან, თხის რქები გაიგებენ უფრო ხშირად, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ აი ბევრი ამბობს, რომ 29 წლის მერე მე გავხდი სხვა პიროვნება, მანამდე თუ ვიყავი, ან ბზე სატურნის ასპექტივისაც აქვს, მანამდე თუ მქონდა თვითრეალიზაციის თვით გამოხატვის კომპლექსი, ვერ დემონსტრირებდი საკუთარ თავს, ბევრი რაღაცა თვით შეზღუდვა მქონდა, ხო? შედარებით მარტივი ხდება ამ დროს ადამიანი, იმიტომ რომ ესე თუ ისე აგვარებს, იქ სატურნი აიძულებს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა და ეს კომპლექსები გადალახოს. მქონია შემთხვევები მეც, რომ აი ადამიანს მთვარე სატურნის შეერთება აქ მორიელში, ამაზე არ იმუშავა, ეს ბავშვობის თემები არ გადალახა და პირიქით იქ შეიძლება 28-29 წლის ასაკში უფრო მეტად გააქტიურდა ის შიშები, უფრო მეტად ჩაიკეტა ესეთი ადამიანი, უფრო მეტად პრობლემური გახდა მისი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა და მე მქონდა ძალიან გამოკვეთილი შემთხვევა, მე გეტყვით, იქაც მთვარე სატურნის შეერთება და ანუ სატურნის დაბრუნებაზე ადამიანმა იმის მაგივრად, რომ დაიწყო აიღო თავის თავზე პასუხისგებლობა იმის თავზე, რომ პირიქით რაღაცა უკეთესი სამსახური ეპოვა, იმისთვის რომ განკერძოებაში წასულიყო მშობლებისგან, ადამიანმა რატომღაც ეხა აღარ, სხვა თავისი მიზეზების გამო, რატომღაც ამ პერიოდში სამსახურს პირიქით დაანება თავი, დაჯდა სახლში და გამოაცხადა განკერძოება, რომ მე არავიზე არ ვიმუშავებ. და ნუ ხაცხადია რომ არავის კარგია თუ არავიზე არ იმუშავებ, თუ გაქვს მაგის საშუალება რომ არავიზე არ ვიმუშაო, მაგრამ ნახეთ, მაგ შემთხვევაში ხდები დამოკიდებული მშობლებზე, ხო? კიდე უარესი გამოდის. ნახეთ, ვითომ განკერძოება, მე არავიზე არ ვიმუშავებ, მაგრამ ხდები დამოკიდებული მთლიანად. და მოგე ძალიან ბევრი ხანგრძლივი პერიოდი იცხოვრა ადამიანი აი ამ გაგებით რომ მე არავისზე არ ვიმუშავებ და რადგანაც აქ მთვარე იყო ჩართული, ნუ ადამიანს დაიწყო სერიოზული ემოციური პრობლემები და სერიოზული ფსიქიური არეები დაიწყო ადამიანს. ხო, იმიტომ რომ სატურნმა ესეთი გაკვეთილი მოუტანა და ვერ გაიარა ეს გაკვეთილი. იქ შედეგზე რომ უნდა გასულიყო უკვე სოციალურ შედეგებზე პირიქით რეალიზაცია შეწყვიტა და 7 წელში სატურნს ყოველ 7 წლიანი ისაკ ასპექტები უარეს შედეგებს მისცემს. ნახეთ, ანუ იმან სატურნმა გაიარა მთელი ციკლი და მოვიდა ბოლოში. და მოაგროვა გამოცდილება და იქ ადამიანი ხა ის 30 წელი ხო ცხოვრობს რაღაცნაირად, ხო იღებს გამოცდილებას, იქ სწავლობს, იქ მუშაობს, ხო რაღაცას აკეთებს ცხოვრებაში ადამიანი. ეს გამოცდილება გროვდება და შემოწმება ხდება ამ გამოცდილების. როცა სატურნის დაბრუნებაზე ადამიანი ამბობს, რომ მე ვარს ვამბობ იმ წინა გამოცდილებაზე, რაც მივიღე აქამდე, არ მაინტერესებს ის წინა გამოცდილება, საერთოდ არ ვთვლი გამოცდილებად, ხო? ადამიანი რჩება ხაერში და ხაერში დარჩენილი ადამიანი ყოველთვის ექნება პრობლემები ემოციური ან ფსიქიური ხასიათის.
ხო, აი ასეთი კაცრი მასწავლებელია სატურნი. პირიქით, სატურნის დაბრუნებაზე, რაც როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, როგორც არ უნდა დაინგრეს ის, რაც გვეგონა აქამდე რომ მყარი იყო, იქ უნდა დაუსვათ თქვენ თავს საკითხი, საერთოდ თქვენი იყო ის, რაც დაინგრა, იქნებ თავსმოხვეული იყო, იქნებ ეს პროფესია იყო თავსმოხვეული თქვენი მშობლებიდან, იქნებ ეს პარტნიორი სიტყვაზე, ხო, ნუ რაღაცა ჩემი არ არის, მაგრამ რაღაცა გარემოებების გამო მოვიყვანი, ასე მოხდა, ასე ხშირად არის პასუხი, ასე მოხდა. ხო? ანუ და არა მყარია, ხო, არა მყარია ეს ურთიერთობები. ანუ ეს საკითხები უნდა დაუსვათ თქვენ თავს სატურნის დაბრუნებაზე. და მე უმეტეს ახლა იმ ადამიანებს, ვისაც სატურნი ახლა ვერტში ყავს, ხო? ანუ ეხა ექნება დაბრუნება, ხო? აი ამ 2 წლინახევრის განმავლობაში, როგორც კი სატურნი გადავა ვერტში, ხო? და რა საკითხებს დაუსვავს ვერტში სატურნი ამ ადამიანებს. თუ გინდა? ნუ პირველ რიგში სატურნის დაბრუნების პერიოდში არ უნდა შევეწინააღმდეგოთ რეალობას. ეს არის რეკომენდაცია. წარუმატებლობა, დამარცხება, დაბრკოლება არ უნდა მივიღოთ იმათ, რომ აი რაღაცა ეს კატასტროფაა პირიქით. სატურნი არ გსჯის, სატურნი გვაძლევს გამოცდილებას და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით უკვე ადამიანმა უნდა მოახერხოს სტრუქტურირება. სატურნი ვერძში კონკრეტულად არის პრობლემურ პოზიციაში. რატოა პრობლემურ პოზიციაში? ვერძი ეს არის ძალიან აქტიური, მოუთმენელი, ბავშვური ნიშანი და სატურნი ეს არის მოთმინების პლანეტა, სიბრძნის პლანეტა და გამოცდილების პლანეტა. შესაბამისად, აქ სტატუსურად სუსტია სატურნი ვერძში და ხშირ შემთხვევაში ვერძის სატურნით ადამიანებს პრობლემა აქვთ მოთმინების. ყველაფრის აშენება უნდათ მალე. დისციპლინის. კანონებს თითქოს გარედან შემოსულ კანონებს არ ექვემდებარება. მე ვქმნი კანონებს. ჩქარა მინდა ავაშენო. ჩქარა მინდა ავაშენო. ისეთი რაღაცის აშენებას, რასაც 1 წელი სჭირდება, როდესაც ააშენებ 1 თვეში, მაგალითად, რომელიც ის არ იქნება რა თქმა უნდა ხარისხიანი, ანუ ჩაინგრევა მალე. ხიდი, რომელიც უნდა აშენდეს 2 წელში და 1 წელში თუ როგორ შენდება თავის წესები, 3 თვეში რო აშენდება, იმას აუცილებლად ჩამოანგრევს წყალდიდობა იქნება თუ რაც იქნება. ანუ ეს არის სატურნი ვერძში, ხო? როცა რაღაცის რესტავრაცია სჭირდება წლები და 3 თვეში რო გააკეთებ იმის რესტავრაცია შენობის, ხო? ეს არის სატურნი ვერძში, მინდა ჩქარა. ხო, და ეგ პრობლემა აქვს სატურნს ვერძს. იმპულსი გადის და მე უკვე აღარ მინდა. და არაადეკვატურად მუშაობს და ბლომდი არ მიყავს საქმე. ხო, ვერასდროს, იმიტომ რომ გავუარა მუხტმა, ხო, всё და აღარ მინდა. ან მეორე უკიდურესობა ამ პრობლემის, ანუ რადგანაც ეს პრობლემური პლანეტაა, მეორე უკიდურესობა ზოგ ადამიანთან, რომ საერთოდ უარს ამბობს ინიციატივაზე. ესეც არის, როცა ბლოკავს სატურნი ინიციატივას. ან ყველაფერს თავის თავზე იღებს პირიქით. ან ყველაფერს თავის თავზე იღებს. ესეთი უკიდურესი გამოვლინება აქვს ამ სატურნს ვერძში. და შესაბამისად დაბრუნება რო ხდება ამ სატურნის, ხო? ანუ ზუსტად მაგას გეუბნება, რამდენად შეგიძლია რომ ეს აი სატურნის თემები ისწავლო. ანუ მე რა რომ სატურნი ვერძში ყავს, ეს კი არ ნიშნავს რომ ვერაზოს ვერ ისწავლი ამ თემას. შენ რამდენად შეგიძლია იგივე შენი სახლი, შენი ქორწინება, შენი სამუშაო, შენი, რა ვიცი, გრაფიკა, ესე მუდმივ აი ნელ-ნელა აშენო და რა ქვია, მყარად აშენო. ხო, მყარად აშენო. ანუ რამდენად შენ მზად ხარ რომ ხარისხი შემოიტანო შენ ცხოვრებაში, ოპოზიციური ნიშანი, ანუ სასწორი. ანუ ხარისხის შემოტანა რამდენად საჭიროა შენ ცხოვრ თუ ჩქარა და უხარისხოდ გავაკეთოთ ყველაფერი. ხო, აი ეს არის სატურნის დაბრუნება და რამდენად გეუბნება რომ ამას თუ შეძლებ შენ ეხლა ამ პერიოდში, ანუ ჩათვალე რომ შენ ხარ, შენ ჩემი გამოცდა გაიარე. და სატურნიც ვერძში ზოგადად არაადეკვატურია, ანუ არაადეკვატურად მუშაობს, პასუხისმგებლობებს ან გაურბის, ან იღებს და ბოლომდე არ მიყავს, ან ბევრ რაღაცას იღებს თავის თავზე, იმიტომ რომ თითქოს თვით დამკვიდრება ხდება, ანუ პლანეტის კომპლექსს რო გრძნობს ადამიანი, რო იქ პრობლემა მაქვს, მოგვარებასაც ცდილობს ცოტა არაადეკვატურად, აი ამაზე შემდეგ გადაცემაში ვილაპარაკებთ განდევნილი და დაცემული პლანეტების გამოვლინებაზე და დამუშავებაზე. და აი მე მაგალითად მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს სატურნი ყავს ვერძში ბოლო გრადუსებისკენ მით უმეტეს და როგორ იქცევა? არანაირი დისციპლინა არ აქვს. უჭირს მოკლედ რომ ვთქვა დისციპლინა.
უცებ წამში ერთ დღეში დასახავს მთელი რაღაცა თვეების გეგმას, ამას ვიზავ, იმას გავაკეთებ, შეიძლება მთელი ერთი დღე არ ეყოს რეალურად იმაში, რეებიც ჩამოთვალა და საერთოდ ანუ ძილიც კი არ ჩათვალოს და ამ დროს ანუ წამოიწყოს ყველაფერი და იმის მაგივრად რომ ერთი კონკრეტული რაღაცა აერჩიოს ადამიანმა და გაიყვანოს ბოლომდე, ეჭიდება ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ პლანეტა აქ არაადეკვატურია და ამ დროს ვერაფერს ვერ აკეთებს, ვარდება იმედგაცრუებაში, მერე ითრგუნება თვითონაც რომ არაფერი არ გამომდის, იმიტომ რომ ვერძი ხომ მეს ნიშანია, თვით შეფასების ნიშანია, ხო და სატურნი ვერტში მერე უკვე თრგუნავს ამეგოს, უკვე იქნება ადამიანის ინიციატივა, мотиваცია, იმიტომ რომ მაინც არ გამომდის, იმიტომ არ გამოგდის, რომ არაადეკვატურად უდგები. ხო, სატურნი არა გაქვს, იმიტომ რომ სატურნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მე თვითონ ვარ კანონი ჩემი თავის, ნახეთ? ანუ მე თვითონ ვარ, ანუ მე როგორც მინდა, მე მინდა და მე ვაკეთებ ამას, ნახეთ და ეხლა დროის აღქმა, ნახე ფორმა და დროის აღქმა უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა. რამდენი საქმის გაკეთება შემიძლია გარკვეული დროის პერიოდში. და თუ ეს აღქმა არ აქვს ადამიანს, ხო შესაბამისად იმ საქმესაც ვერ აკეთებს სწორედ, ან აკეთებს უხარისხოდ და მერე უწევს დაბრუნება ან მას, ან სხვას ამ საქმეზე. აი ეს არის სატურნი ვერტში. ამიტომ აი ხა ყველას ვისაც სატურნი ვერტში გყავთ, ხო, აღარ მახსოვს რა წლებია ეს, მაგრამ ყველას ვისაც სატურნი გყავთ ვერტში, აი ეს 2 წელიწად ნახევარი გექნებათ ასეთი გამოცდები გექნებათ. აი ეგ არის ძირითადად რაც გვინდოდა რომ ველაპარაკა სატურნზე. ამით დავასრულოთ ხო დღევანდელი გადაცემა და დაგემშვიდობებით.